ახლა აღმარცებთ გავართ რამდენიმე კვირა და პიკიც გადაივლის. ასე ახასიათებს სეზონურ ვირუსებთან დაკავშირებულ ვითარებას პედიატრი მაია კუჭუხიძე. მისი თქმით, ჯეო ჰოსპიტალსის ამბულატორიულ ცენტრში პაციენტთა მომართვიანობა თითქმის გაორმაგებულია, თუმცა განსაკუთრებული არაფერია. დომინანტი ვირუსების მართვა სრულიად შესაძლებელი და ეფექტურია, იმ შემთხვევაში თუ ექიმი მკურნალობის პროცესში დროულად ჩაერთვება. დღესდღეობით მომართვიანობა გაზრდილია. აღმავალ მრუდზე ვართ, პიკისკენ მიდის სიტუაცია. ძირითადად ცირკულირებს რინოვირუსი, კორონავირუსი და ყველაზე მეტად გავრცელებული ღორის გრიპი, რასაც ჩვენ უწოდებთ ღორის გრიპი. ეს ვირუსები, სეზონური ვირუსებია, არაფერი განსაკუთრებული არ არის. იწვევს მაღალ ტემპერატურას, შემდეგ იწყება ხველება, ცხვირის გაჭედილობა, სისუსტე, თავის ტკივილი, სახსრების ტკივილი, ზოგჯერ მიდის კუჭნაწლავის დისკომფორტი, არის ღებინება, არის გულისრევის შეგრძნება, არის კუჭნაწლავის აშლილობა და თავიდანვე საჭიროა ყურადღების მიქცევა. ჯერ ერთი უნდა ვთქვა, რომ პაციენტი, რომელსაც უკვე აღენიშნება ვირუსული ინფექციის ნიშნები, უნდა დარჩეს სახლში და არ უნდა გავიდეს სამსახურში და საზოგადოებაში, იმიტომ რომ ეს არის ძალიან გადამდები ინფექცია. მიიღოს ბევრი სითხე, მიიღოს ანტივირუსული პრეპარატები, ჩვენ რადგან ვერ ვტესტავთ ღორის გრიპზე პაციენტებს, ამიტომ ტამიფლუს ჩართვა მკურნალობაში ვერ ხერხდება. თუ კი დადასტურებული არ არის ლაბორატორიულად, რომ ეს არის ნამდვილად ღორის გრიპი, ჩვენ ტამიფლუს ვერ ვნიშნავთ. და სასურველი იქნებოდა, რომ მომდევნო სეზონისთვის ზოგადად რაიონში ყოფილიყო ისეთი სიტუაცია, რომ სადაც შეიძლებოდა ადამიანი დატესტილიყო და გაგვეგო რა ტიპის ვირუსთან გვაქვს საქმე. ისე კლინიკურად, რაც ახლა არის, შეესაბამება ღორის გრიპს უფრო მეტად. თუ კი არ მივაგზავნებთ ამას ყურადღებას, დაავადებისთანავე უნდა დავიწყოთ ბევრი სითხის მიღება, ანტივირუსული პრეპარატები არსებობენ, რომელიც ადამიანს იმუნურ სისტემას უფრო მდგრადს ხდის ამ ვირუსის მიმართ, ეს ყველა ექიმმა იცის და ურჩევენ პაციენტებს და სრულფასოვანი კვება აუცილებლად. იმ შემთხვევაში თუ კი 5-6 დღის მერე რჩება ტემპერატურა, რჩება დაბალი ტემპერატურა, რჩება ხველება, ასეთ შემთხვევაში აუცილებლად უნდა გავაგრძელოთ გამოკვლევა და დავადასტუროთ იქ ხომ არ არის ფილტვის ანთება, იმიტომ რომ ძალიან ხშირია ვირუსის ფონზე განვითარებული პნევმონიები, რომელთა მკურნალობაც სირთულეს წარმოადგენს სახლის პირობებში და ამიტომ იქ საჭიროა აუცილებლად ექიმის ჩართვა და მისი რეკომენდაცია დარჩეს ეს პაციენტი სახლში თუ უნდა იქნეს გოსპიტალიზებული საავადმყოფოში. თითქმის გაორმაგებულია პაციენტების რაოდენობა და მივდივართ პიკისკენ. და დაახლოებით ახლა მარტის თვეში ალბათ პიკს გადავივლით და წავალთ აპრილისთვისკენ, შეიძლება ნელ-ნელა განეიტრალდეს ეს ვირუსები და უკვე აღარ იყოს ისეთი აქტიური. თებერვლისთვის თეატრალური აფიშის მიხედვით ზესტაფონის მაყურებელს სპექტაკლის ანტიგონეს ნახვის შესაძლებლობა კიდევ ერთხელ მიეცა. რეჟისორი მაყურებელს უმნიშვნელოვანესი ფასეულობების შესახებ აფიქრებს, რა არის თავისუფლება და ღირსება და რამდენად განსაკუთრებულია ის, რას ნიშნავს მორალური პრინციპებისთვის ბრძოლა და მისთვის თავგანწირვა. ბატო ჯუღელის სპექტაკლში ცოცხალი მუსიკის ჩართულობის მოტივებზეც საუბრობს. მიმდინარე თვეს ჩვენ მაყურებელს შევთავაზეთ როგორც ქართული, ისე უცხოური დრამატურგიიდან შორის ჩვენ წარმოვადგინეთ უკვე საბავშვო სპექტაკლები ნამცეცა და იავნანამ რა ქნა, ასევე სამონიშვილის და დინაცვალი. დღეს კი სცენა ეთმობა ჟანანუის პიესას ანტიგონე და გვაქვს სამზადისი აქტიური. მოგეხსენებათ ეს პიესა უკვდავი კლასიკაა, მოყოლებული ანტიკური საბერძნეთიდან, რომელიც მერე უკვე ფრანგმა ჟან ანუიმ თანამედროვე ელემენტებით გაამდიდრა და დღეს ჩვენ კიდევ ერთხელ კვლავ ვაცოცხლებთ ჩვენ სცენაზე. ანუ იმ კუთხითაც არის გამორჩეული, რადგან თვითონ ნაწარმოები იძლევა იმის საშუალებას, რომ ჩვენ ამ პიესას გავითამაშებთ
თვითონ ავტორი ასე წერს, რომ ერთ-ერთი პერსონაჟი ამბობს ამას, რომ ჩვენ გავითამაშებთ ამ ტრაგედიას და რადგან თამაშის ფორმას თვითონ თავაზობს ავტორი, ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ აი ესეთი მოშიშვლებული სცენა ყოფილიყო და სახელდახელოდ შეიქმნას დეკორაციები მიმდინარეობის პროცესში. ეს არის ასევე იმის შთაგონებაც, რომ ცოცხლად გაფორმებულიყო მუსიკალურადაც. რადგან აქვე ითხზება ამ პრინციპს წარმოვადგენთ, ამისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ცოცხალი მუსიკის ჩართულობა. კიდევ ერთხელ მადლობას გადავუხდი სანდროს ნიკოლაძეს ზუსტად მიგნებისთვის კომპოზიტორს და ჩვენ ბენდის ბიჭებს ლუკა პაჭკორიას, სანდრო მოსაშვილს და სანდრო ფოცხიშვილს, ჩვენ ბენდის წევრებს. ანტიგონესთვის მუსიკა ბენდის წევრებმა პირველად დაწერეს. სპეციალურად ამ მისიით გაერთიანებული ახალგაზრდების ჯგუფისთვის ეს ერთგვარი ექსპერიმენტი და მუსიკალურ პრაქტიკაში სრულიად ახალი მოცემულობა გახდა. გამოცდილება აქამდე არ გქონია. პირველი შემთხვევა იყო ეს რა, სპექტაკლისთვის რომ მუსიკა დავწერეთ. და გამოცდილებას რაც შეეხება საინტერესო რაღაცებში გავუკლია გზა რა, ანუ რაღაც ჩვენი ჟანრიდან გამოგვიყვანა და სხვა რაღაც გვანახა, რამაც მე გამოიწვია ჩვენში ექსპერიმენტის საშუალებები რა. ნუ გავაკვირდა რაღაც ნაბიჯები და რაღაც უცხო გავუკეთებინა. და კარგი გამოცდილება იყო და კონკრეტულად თეატრის განხრით არა. სხვა რაღაცებში უფრო განგვავით არა, ვიდრე თეატრში კონკრეტულად რა. მაგრამ კი წინ დაგწია ესე ვთქვა პირდაპირ. თეატრში არა, მაგრამ სხვა ჟანრებში და სხვა მიმართულებებით გამოცდილებიდან გამომდინარე ბევრი რაღაც გამოგვივიდა ესე რომ ვთქვა. სპექტაკლის ნაწილები ვართ ჩვენ და იმ დროში ვართ ჩვენც და იმ თითქოს რაღაც სცენა რო არის და რაღაც რო ხდება ის რომ მეორეს ელაპარაკება, იქ ვართ რა, ჩვენ თითქოს რა იმ სამყაროში ვართ და იმ ესთეტიკაში ვართ და იმ ყველაფერში და ძალიან მაგარი შეგრძნებებია იქაც და რეპეტიციებზეც და თვითონ სპექტაკლზეც და ძალიან მაგარი არის სამივესთვის ჩვენთვის მთელი ბენდისთვის. ბენდი როგორც ესეთი არ ვქვი არაფერი თეატრისთვის შევიკარით მეგობრები რა დაგვიძახეს რომ ესე და ესეო და ჩამოვიდით დავწერეთ მუსიკა გავიარეთ რეპეტიციები და ძალიან მაგარი სპექტაკლი შედგა. 25 თებერვალს მაყურებელს კიდევ ერთი სპექტაკლის ნახვა შეეძლება. ზესტაფონის თეატრის დასის სცენაზე წარმოადგენს სპექტაკლს იავნანამ რა ჰქმნა. რა შეიცვალა ზესტაფონის ფეროშენადნობდა ქარხნის თანამშრომლებისთვის სადაზღვევო მიმართულებით. დასაქმებულებს როგორც ჯორჯიან მანგანეზის ოფიციალურ ინფორმაციაში აღნიშნული შესაძლებლობა ექნებათ ისარგებლონ ახალი სადაზღვევო კომპანიის სამედიცინო პაკეტით. ისინი ადგილზე ქარხნიდან გაუსვლელად შეძლებენ ექიმთან ვიზიტს კვირაში 2 დღე და მიიღებენ კვალიფიციურ მომსახურებას. დროის დაზოგვის პარალელურად 20%-ით გაიზარდა ასევე სადაზღვევო დაფარვაც. ნოემბერში, როდესაც ქარხანამ შეაჩერა მუშაობა, მაშინ ჩვენ ეს დრო გამოვიყენეთ იმისთვის, რომ გვენახა თუ რა პრობლემები ქონდათ თანამშრომლებს და ჩავატარეთ გამოკითხვა. ამ გამოკითხვის საფუძველზე ვნახეთ, რომ დაზღვევის მიმართულებით იყო გარკვეული ტიპის პრობლემები. აქედან გამომდინარე, შევცვალეთ სადაზღვევო კომპანია, გაუმჯობესეთ მკვეთრად პირობები, რაც გულისხმობს იმას, რომ დაახლოებით 20%-ით მოემატათ სადაზღვევო დაფარვა. თვითონ ქარხანაში თანამშრომლებს ექნებათ საშუალება მიაკითხონ ოჯახის ექიმს და აღარ მოუწევთ სამსახურის შემდეგ წასვლა და კლინიკაში მსგავსი მომსახურების მიღება. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი თანამშრომლებისთვის დროის დაზოგვის კუთხით და ამასთან ერთად შეეძლებათ ადგილზე გამოწერონ წამალი და მიიღონ შესაბამისი კონსულტაციები. უნისორმა შემოგთავაზა ის პირობები, რაც ყველაზე მისაღები იყო ჩვენ პირობებში სადაზღვევო კომპანიის პაკეტიდან გამომდინარე. იმისათვის, რომ აი ეს მზრუნველობა უფრო მეტად გაგვეუმჯობესებია, გადავწყვიტეთ ქარხნის ტერიტორიაზე მომსახურება გაეწია ოჯახის ექიმს. ექიმს აქვს საშუალება ობიექტურად შეაფასოს ადგილზე პაციენტი და მიიღოს საჭირო მონაცემები მისი გასინჯვის შედეგად და შესაბამისად კომპეტენტურად და კვალიფიციურად მართოს შემდგომში ეს პაციენტი. მოხარული ვართ, რომ ქარხნის ტერიტორიაზე იქნება ოჯახის ექიმი, გამოგვიწერენ ყველანაირ მედიკამენტს კონსულტაციის მხრივ,
ყველანაირად მოგესახურება, დაგვეხმარება, სასარგებლო იქნება ყველა მუშა გრაფიკული.